ეხლა კი ყველაფერს გაიგებთ. დაიქოქა ლეგენდარული 6 ცილინდრიანი ძრავი, სწორად განლაგებული, ეს არის V-ტიპის ძრავი, ეს არის 6 ცილინდრიანი სწორად განლაგებული ძრავი, რომელსაც აქვს სასწაულად სასიამოვნო ხმა. და მოდი ახლა წავიდეთ და თან მოგიყვებით რამდენიმე საინტერესო რაღაცას ამ ავტომობილის შესახებ. ნუ პირველ რიგში, როდესაც ჩაჯდებით, ეგრევე გრძნობთ თუ რაოდენ ასე ვთქვათ, უხეშია ავტომობილი, უხეში ყველანაირად, ანუ ხმა აქვს საკმაოდ კარგი და ხმაურიანი, მაგრამ არ არის ახლა ვერ ვიტყოდი რომ ეს არის რაღაც შემაწუხებლად ხმაურიანი. არა, უბრალოდ ვიტყოდი რომ საკმაოდ ხმაურიანია, მაგრამ არ შეგაწუხებს რა. აი ვფიქრობ რომ რაღაც sweet spot-ი იდეალური შუალედი აქვს დაჭერილი მაგხრივ ამ ავტომობილს. გვაქვს 6 ჩქარიანი კოლოფი, 5 წინ, 1 უკან. გვაქვს 125-ან 130 ცხენის ძალა და მიუხედავად იმისა, რომ ეს ავტომობილი არის უკვე ძალიან ძველი, ეს არის გამოშვებული 1985 წელს, ძალიან სასიამოვნოდ დადის. ძალიან სასიამოვნოდ დადის. მოჭიდება, მოსახვეების შესვლა არის, ნუ საოცრად სასიამოვნო. ვერ ვიტყოდი რომ რაღაც ძალიან სწრაფია, მაგრამ იმდენად ჩართული ხარ მოძრაობაში, რომ მთლიანი ეს პროცესი არის აი ენით აღუწერელი, აბსოლუტურად უნდა გამოვსადოთ ეს რათა ასე ვთქვათ, განიცადოთ ჭეშმარიტი BMW-ს შეგრძნებები. ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ძალიან შორს არ არის ამისაგან რეალობა. როგორც ხედავს, როდესაც უფრო საჭეს საკმაოდ ვატრიალებ, ნუ ეს ძველ ავტომობილებში საკმაოდ ხშირია, რადგანაც გვაქვს ასე ვთქვათ, მკვდარი ზონა, ცოტა და ამის შემდეგ უკვე იწყებს, აი ეს არის ვთქვათ, მკვდარი ზონა და ამის შემდეგ უკვე იწყებს ავტომობილი მოხვევას. ვფიქრობ, აქ სადმე მოვტრიალდები და უკანა გზაზე წავალ. კი, არ აქვს მნიშვნელობა სად ვივლით, რადგანაც იმდენად სასიამოვნო ავტომობილია, თუ საცობები არ იქნება შემაწუხებელი, მაინც ძალიან საკაიფო ტესტ-დრაივი გამოვა. კოლოფი არის საკმაოდ უხეში, ის სიჩქარეში უნდა გადართო, ეს არის რაღაც სიჩქარეში რბილად გადაიყვან და რაღაც არ შეწუხდები და Mercedes-ის კოლოფი არის სიჩქარეში უნდა გადართო, ჩასწხომ მესამე სიჩქარეში. შეგიძლიათ ასეც გაერთოთ ხოლმე და ვფიქრობ, აი სადღაც აქ კი აქვს, ნამდვილად შეგვიძლია მოტრიალება. მოტრიალდეთ. მითელი არის და მოდი გავჩერდეთ. ხო, გვაქვს 125 ცხენის ძალა, ნიუტონ-მეტრის დაახლოებით ეგრე 130 ნიუტონ-მეტრი თორქით ვარ ვწდები. საერთოდ ამ მანქანებს აქვს ძალიან დიდი პრობლემა წყლის გაგრილების, რომელიც ამ კონკრეტულ მანქანას არ აქვს და შეგიძლიათ თავისუფლად იმგზავროთ ამ ავტომობილით და იმის შიში არ გქონდეთ რომ წყალი აგიდუღდებათ. მანქანა იწონის ძალიან ცოტას 110 კილო, 1100 კილო ბოდიში და მიუხედავად რომ ცხენის ძალები არ გვაქვს ბევრი, საკმაოდ სასიამოვნოა. ნუ აი იგრძნობა ძალიან აი ესეთი სხარტია რა. ეუცებ ხარ და გადადი პრობლემა და არ არის პრობლემა. აი წინა ტესტ-დრაივი თქვენ თუ ნახეთ, იყო Mercedes V200. ბეჰემოთი ამასთან შედარებით, ეს უფრო კატას გავს. ყველაფერს გრძნობ. გრძნობ როგორ საფარზე მიდიხარ, ავტომობილი გეკონტაქტება, გეუბნება რას აპირებს. და კიდევ ერთი ყვითელი. არა უშავს. იმასაც გეტყვით, რომ გვაქვს უკან ბლოკირებული ხიდი, რაც საკვირველია ყველაფერს კიდევ უფრო საინტერესოს და სასიამოვნოს ხდის, რადგანაც თქვენ თუ გადაწყვეტთ ცოტაოდენ სრიალს, ავტომობილი კიდევ უფრო უკეთ გემორჩილებათ და ძალიან სასიამოვნო სრიალებს. ნუ სალონზეც ვთქვათ რამდენიმე სიტყვა, ვერ ვიტყოდი რომ იდეალური სალონია, რაღაც მინუსები აქვს იმ ხრივ რომ უკვე წელი ეთყობა, ასე ვთქვათ, დრო გავიდა, საკმაოდ ბევრი და შეგვიძლია უკვე შევამჩნიოთ, რომ პატარა დეფექტები სალონში შეიმჩნევა, მაგრამ ის
ისეთი არაფერი აქვს, კამერა არის. ხო, ეგ არის რომ სიჩქარის შეგრძნება ამ ავტომობილში ძალიან მალე გეკარგება, რადგანაც უპირველეს ყოვლისა არის ძალიან ჩამრთველი, ასე ვთქვათ, როდესაც ჩამრთველი მქრო პროცესში ერთობი შენ და გინდა რომ ეს მანქანა ატარო, გინდა რომ გადართო პირველიდან მეორეში, მეორედან მესამეში და უბრალოდ გინდა რომ გაერთო და როდესაც უკვე მიხვდები რომ ძალიან ბევრს სიჩქარეს არ ვითარებ, შეიძლება უკვე გვიანიც იყოს. ამიტომაც აუცილებელია რომ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და არ აყვეთ BMW-ს მაგიას. ხმა აქვს საოცარი, არ ვიცი კარგად გესმით თუ არა, მაგრამ ძალიან სასიამოვნო ხმა აქვს. გეგონება კარტინგზე ზიხარ, იმდენად სასიამოვნო სამართავი. არაფერი არ გვაქვს. არც traction control, არც ABS-ი, აბსოლუტურად არაფერი. და სწორედ ამას აქვს თავის მუღამი. ასე გადავიდეთ. ეგიზლეთ მესამეში გადავერთოთ. არ არის აუცილებელი რომ მაინც და მაინც სწრაფად იაროთ და წესები დაარღვიოთ. შეგიძლიათ ნორმალურში სწრაფადაც იაროთ და ძალიან გაერთოთ. გვაქვს საკმაოდ გრძელი მექანიკური კოლოფი. არ ვიცი, ანუ ძალიან გრძელია. იმ ხრი რომ მეხუთე სიჩქარეში თუ გინდა რომ გადართო, უნდა მიდიოდე 110 კმ/სთ-ით, 100 კმ/სთ-ით, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალაქში არც ისე ეკონომიურია. მაგრამ ვის აინტერესებს ეკონომიურობა, როდესაც ამ ავტომობილს მართავ? მოხურჭები საკმაოდ კარგია, მე პირადად მომწონს. აი ხვდები რამდენი ანუ ხვდები მოასწრებ თუ არა გაჩერებას, რასაკეთებ. არ ვიცი. მოდი გადავხოთ მეორეში. ხმა საოცარი. M20 თუ არ ხვდები ეგ უნდა იყოს რომ კონდიციონერი შევანელოთ მაინც. მოსახვეებში შედის საოცრად ლამაზად. მაგარია. მოსახვეებში შედის ძალიან სასიამოვნო. ნუ ვერ ვიტყოდ იმას რომ სწრაფი ავტომობილია, რაც ერთის პლუსია, იმიტომ რომ ეს რო სწრაფი იყოს ძალიან საშიში იქნებოდა ჩემი აზრით, მაგრამ რახან არ არის ძალიან სწრაფი, რადგანაც არ არის ძალიან სწრაფი, ამიტომაც შეგიძლიათ შედარებით შვიდად იყოს, რადგანაც თუ მიაჭერთ აქსელერატორს, გაზის პედალს, იცით რომ 300-ით არ წახვათ. ეხლა სად მივდივარ? ალბათ წინ წავალ და მოვუტრიალდები. HR-V. ძალიან ქვემოძივარ. აი ყველა მანქანა არის ჩემზე მაღალი აბსოლუტურად. და მექანიკური მექანიკა დიდი ხანია არ მიტარებია და ამიტომაც ცოტა არ იყოს მიუჩვეველი ვარ ისევ. მაგრამ როდესაც გაიხსენებთ საოცრება რა. გზა ნამდვილად არ არის საოცარი, ამიტომაც სადღაც უნდა რომ მოვუტრიალდეთ. ნუ კარგი ცოტა წინ მოვუტრიალდეთ. ხო, რბილი ავტომობილი ნამდვილად არ არის, მაგრამ არც მაგინებს რა. ცოტას მირტყავს ზურგში, ისეთის არ არის რომ საოცრად არაკომფორტული და ამით ვერ იმგზავრებ, ნამდვილად არ არის. იმგზავრებ, მაგრამ კომფორტულიაო ვერასოდეს ვერ იტყვი და ანუ ეს კომფორტზე არც არის გაწვლილი. საკმაოდ ცოტა ასეთი ავტომობილი თბილისში დარჩენილი, ძალიან იშვიათად უხედავ ხოლმე მე ასეთ მანქანებს, რაც მათ კიდევ უფრო გამორჩეულს უკვე იშვიათს და მოთხოვნაც გახდის საკმაოდ მალე. შეგვიძლია წავიდეთ უკან. წელი, ხარ 2019 წელი და დადის მაინც საოცრად სასიამოვნო.
მისი თქმა შემიძლია. გვაქვს საკმაოდ კარგი საბურავები უკან და ამიტომ მოჭიდება ნამდვილად კარგია, განსაკუთრებით ზაფხულის პირობებში, როდესაც ტემპერატურა შედარებით მაღალია, 25 გრადუსი, 30 გრადუსი. ოპა, კაი, გაცოცხლო. ზოხანი გავჩუნდები და მოგცემ საშუალებას, რომ მოусმინოთ მანქანის საოცარ ძრავს. მაგრამ საცობები არა. ეს მწვანე ავტობუსები ახალი. წვა ბევრი. ძალიან ბევრი არა, მაგრამ ალბათ 10 ლიტრის ფარგლებში თუ ივლით ადამიანურად. თუ არა ადამიანურად ივლით, უფრო მეტი. აბა ისე როგორ? მინდა გითხრათ, რომ ეს ავტომობილი იყო გამოყენებული აბსოლუტურად ყველა ავტო რეისინგში, იყო რალიში გამოყენებული, იყო დრიფტში, ახლაც კი გამოიყენება, მაგრამ ახლა უკვე უფრო 36 მეტრებზე გადავიდნენ დასავლეთში, ანუ გულისხმობ ამერიკასა და ევროპაში. რადგანაც საკმაოდ იშვიათი გახდა უკვე 30-ები. კი, თავის დროზე ძალიან ბევრი იყო გამოსული, მაგრამ აღარ დარჩნენ. გავიდა დიდი დრო. და ვიცით ამ მანქანებს როგორც ექცევიან, ამიტომაც არ არის გასაკვირი. ხმა საოცარი აქვს. არ მოგინდება რომ მეორედან მესამეში გადართო. საჭე გვაქვს MT-ის, ფიქრობ ძალიან ლამაზია, თუ იმ ტექნიკის რომელიღაცა იქნება. ნუ რასთავარია სამქიმიანი საჭე, ესეთი ლამაზი სიგნალებით, ძალიან ლამაზი და სასიამოვნო საჭეა, ფიქრობ ხელშიც კარგაძის. რა ვიცი, მთლიანობაში საოცრად სასიამოვნო მანქანაა სამართლად. აი, ისეთი მანქანაა, რომ ასეთი მანქანის ყიდავს არასოდეს არ ინანებთ. შეიძლება ეს გყავდეთ რამდენიმე წლები და შემდეგ გაყიდოთ, მაგრამ არასოდეს არ ინანებთ, რადგან ძალიან ბევრ სიხარულს და არის ძალიან კარგად გაერთობით ამ მანქანით რა. სულ რომ არიაროთ სწრაფად და გიჟივით, მაინც ძალიან სასიამოვნო. ვიზუალი აქვს ძალიან ლამაზი ფიქრობ. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის რაღაც საოცრად კარგად შენახული ეგზემპლარი, რომელიც 20,000 და 10,000 დოლარი ეღირებოდა ევროპაში, მაინც გრძნობთ, რომ ხალხი მოსწონს ეს ავტომობილი. და მოდი მოვიცეთ ევროპულად და დავუთმოთ ადამიანს, რომელიც გადადის ზებრაზე. მარტო ამიტომ უნდა დამილაიქოთ გვერდი YouTube. გადავერთოთ მესამეში, აქ კამერა ამიტომაც შევანელოთ, მაგრამ ჩვენ ისედაც ყოველთვის ვისავთ წესებს. და კარგი. ფიქრობ, რომ აქ შევწყვეტ. ვიტყოდი, რომ საკმაოდ ბევრი რამე ვთქვი ამ ავტომობილის შესახებ. ჩემი ემოციები კარგად გამოვხატე. ვფიქრობ, რომ მართლაც რომ შესანიშნავი ავტომობილია BMW E30 და ამით მოგზაურობა ქალაქში არის ძალიან მაგარი ექსპერიენსი. ამიტომაც თუ გინდათ რომ გაერთოთ, გყავდეთ სასიამოვნო მანქანა ვიზუალურად, სულ გინდოდეთ რომ გახვიდეთ გარეთ და მანქანა ატაროთ, წადით და იყიდეთ E30. აი აქ დაგემშვიდობებით, დიდი მადლობა ყურებისათვის.